თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტში საუნივერსიტეტთა შორისო ტრანსლაციური ნეირომეცნიერების ლაბორატორია გაიხსნა. მასში კლინიკურ სწავლებას გაივლიან სხვადასხვა უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები. დაგეგმილია ლაბორატორიის რეგიონულ ჰაბად გადაქცევა. როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, ის შეიქმნა საგრანტო პროექტის ფარგლებში. აღნიშნული ითვალისწინებს უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით თანამედროვე ტრანსლაციური ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავებასა და დანერგვას საქართველოს უნივერსიტეტებში. დასრულდა მნიშვნელოვანი პროექტი კონკურენტული ინოვაციების ფონდის მიერ დაფინანსებული, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოში თანამედროვე ნეირომეცნიერების პროგრამის შემუშავებას და დანერგვას. ამ პროექტის ფარგლებში არა მარტო სილაბუსები შეიქმნა საუნივერსიტეტთა შორისო სადოქტორო პროგრამა ნეირომეცნიერებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთ კოლაბორაციაში. ალბათ ბევრი უცხოელი სურვილით ეყოლება, რომ დოქტორანტურა არ გაიაროს. პროექტი არის სამი უნივერსიტეტის კოლაბორაციის გზით შექმნილი და მოიცავს როგორც ნეიროფიზიოლოგიის ლაბორატორიის შექმნას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამის განვითარებას, რომელიც გულისხმობს ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაციას საგანმანათლებლო პროგრამაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხდება ციფრული ინსტრუმენტების ინტეგრაცია სასწავლო პროცესში.